თქვენი აზრით, აი ამ ადამიანისთვისაც დაკავშირებულია სიბერე და ასაკის მატება შეზღუდულ შესაძლებლობებთან? ამ ვიდეოდან ერთი შეხედვით შემიძლია გითხრათ, რომ ნაკლებად. ამ ჯამრთელი მობილური და დამოუკიდებელი ცხოვრების წესის საიდუმლოს კი ვიდეოზე ხედავთ, ეს არის ვარჯიში. ამ ვიდეოში კი დეტალურად გეტყვით, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, თუ ჩვენ ფიზიკურად აქტიურები არ ვართ წლების მატებასთან ერთად. აი ამ ხელა განსხვავებაა ჩვენს მუსკულატურას შორის, მაშინ, როდესაც ჩვენ რეგულარულად ვარჯიშობთ და მაშინ, როდესაც პასიური ცხოვრების წესით ცხოვრობთ. დააკვირდით, რამდენად შემცირებულია კუნთოვანი მასა ვარჯიშის დროს კი, როდესაც ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე გავდივართ, ეს აძლევს ჩვენს კუნთებს იმის სტიმულს, რომ ისინი აღდგნენ უფრო ძლიერები. ამას გარდა ისინი მოქმედებენ და ტვირთავენ, რა თქმა უნდა, ძვლებს. ძვლისთვის კი ფიზიკური დატვირთვა უმთავრესია იმისთვის, რომ მან თავისი სტრუქტურა და სიმყარე შეინარჩუნოს. ასაკის მატებასთან ერთად კი თანდათან უფრო და უფრო მეტად ჩვენი კუნთოვანი მასა და ძვლის სიმტკიცე იკლებს. ადამიანების უმეტესობა კი ამ დროს რას აკეთებს, უფრო ნაკლებად აქტიური ხდება ფიზიკურად. როდესაც პირიქით ასაკის მატებასთან ერთად ფიზიკური აქტივობა უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ვარჯიში კი ასაკში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ არის არა მხოლოდ ჩვენი მობილურობისთვის და დამოუკიდებლობისთვის, არამედ უამრავი დაავადების საპრევენციოდ. ზედმეტად რომ გავამარტივოთ და ისე ვთქვათ, წარმოიდგინეთ, რაც უფრო მაღალია მუსკულატურის მასა ადამიანის ორგანიზმში, მით უფრო მეტი რესურსი აქვს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რაც სასიამოვნოა, ის ყოველთვის სასარგებლოს არ ნიშნავს ჩვენთვის, პირიქით, ზომიერად ფიზიკური სირთულეების გადალახვა რეგულარულად გვაძლევს ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და ასაკში დამოუკიდებელი ცხოვრების სტილს. ახლა კი დაალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი.